ამ გაკვეთილში ვისწავლით, როგორ ავარიდოთ თავი ტავტოლოგიას უკვე ნახსენები არსებითი სახელის შესაბამისი პირის ნაცვალსახელის ჩანაცვლებით. ასევე ვისწავლით, უარყოფით წინადადებაში რა შემთხვევაში ვიყენებთ უარყოფით ნაწილაკს nicht და რა შემთხვევაში ვიყენებთ უარყოფით არტიკლს kein, keine. ამ ყველაფრის კარგად გასაგებად მოვიყვანთ მაგალითებს, რომლის დროსაც აგრეთვე ვისწავლით ანტონიმებს. თუ მოგწონთ ვიდეო გაკვეთილები, გამოიწერეთ YouTube არხი ისწავლე გერმანული შენით Deutsch selbst lernen. პირველ რიგში გავიხსენოთ პირის ნაცვალსახელები. Ich, მე, du, შენ, er, ის, მამრობითი სქესის სიტყვებთან, sie, ის, დედრობითი სქესის სიტყვებთან, es, ის, საშუალო სქესის სიტყვებთან, wir, ჩვენ, ihr, თქვენ, sie, ისინი. მხოლობით რიცხვში, singular, ყველა მამრობითი სქესის არსებით სახელთან არ აქვს მნიშვნელობა იქნება სულიერი თუ უსულო, იქნება პირის ნაცვალსახელი er, ის. Der Balkon, აივანი, der Mann, კაცი. დედრობითი სქესის შემთხვევაში იქნება პირის ნაცვალსახელი sie, ის და ამ დროსაც არ აქვს მნიშვნელობა იქნება სულიერი თუ უსულო. Die Wohnung, ბინა, die Frau, ქალბატონი. მხოლობით რიცხვში ორივე შემთხვევაში იქნება პირის ნაცვალსახელი sie, ის. საშუალო სქესის შემთხვევაში იქნება პირის ნაცვალსახელი es, ის. მიუხედავად იმისა, იქნება სულიერი თუ უსულო. Das Zimmer, ოთახი, das Kind, ბავშვი. მხოლობით რიცხვში ორივე შემთხვევაში იქნება პირის ნაცვალსახელი es, ის. მრავლობით რიცხვში, plural, სამივე სქესის არსებით სახელს აქვს die არტიკლი, რომელთა დროსაც არის პირის ნაცვალსახელი sie, ისინი. Die Balkons, აივნები, die Männer, კაცები, die Wohnungen, ბინები, die Frauen, ქალები, die Zimmer, ოთახები, die Kinder, ბავშვები. გადავიდეთ დიალოგებზე. ეს არის დიალოგი ორ პიროვნებას შორის, რომლებიც ქირაობენ ოთახებს. ამ გაკვეთილში, ისევე როგორც წინა გაკვეთილებში, ვსაუბრობთ მხოლოდ ნომინატივში, სახელობით ბრუნვაში, როდესაც დაისმის კითხვა wer, ვინ, was, რა, რადგან სხვა ბრუნვებზე ჯერ არ გადავსულვართ. Das Zimmer ist sehr schön. ოთახი ძალიან კარგია, მშვენიერია. Das Zimmer, ოთახი. Ist, ზმნა ყოფნა ზაინის ფორმა. Sehr, ძალიან. Schön, ნიშნავს როგორც ლამაზ, ისე კარგს, მშვენიერს. კონტექსტს გააჩნია. ამ კონტექსტში მიესადაგება უფრო კარგი, მშვენიერი. Sehr schön, ძალიან კარგი. Aber es ist teuer, oder? მაგრამ ის ძვირია, თუ? Aber, მაგრამ. Es, პირის ნაცვალსახელი, ის. გამოვიყენეთ ოთახის ნაცვლად, რადგან ტავტოლოგია არ ყოფილიყო და ისევ ოთახი არ გვეთქვა. ოთახს აქვს დასარტიკლი das Zimmer, ამიტომ არის პირის ნაცვალსახელი es. Teuer, ძვირი. Oder, თუ. Nein, das Zimmer ist nicht teuer. არა, ოთახი არ არის ძვირი. უარყოფით წინადადებაში ზედსართავის სახელის უარყოფისთვის გამოიყენება უარყოფითი ნაწილაკი nicht. Teuer, ძვირი. Nicht teuer, არ არის ძვირი. არის nicht უარყოფითი ნაწილაკი, რადგან teuer არის ზედსართავის სახელი. წინადადების წყობაში ჯერ არის უარყოფითი ნაწილაკი nicht და შემდეგ ზედსართავის სახელი. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში teuer. Das Zimmer ist nicht teuer. ოთახი არ არის ძვირი. Es kostet 147 Euro. ის ღირს 147 ევრო. ციფრები წინა გაკვეთილებში უკვე ვისწავლეთ. ეს პირის ნაცვალსახელი ის გამოვიყენეთ ისევ ოთახის ნაცვლად, das Zimmer ოთახი რომ არ გაგვიმეორებინა და ტავტოლოგია არ ყოფილიყო. 147 Euro? 147 ევრო? Du, das ist aber sehr billig. შენ, მაგრამ ეს ძალიან იაფია. Sehr, ძალიან. Billig, იაფი. Sehr billig, ძალიან იაფი. როდესაც შენობით მიმართავ და არაფორმალური საუბარია, შეგიძლიათ თქვათ ასე du, შენ,
Das ist aber sehr billig. მაგრამ ეს ძალიან იაფია. ან შეგიძლიათ თქვათ უბრალოდ das ist aber sehr billig. მაგრამ ეს ძალიან იაფია. Dus გარეშე. Mein Zimmer kostet 345 € im Monat. ჩემი ოთახი ღირს 345 € თვეში. Mein ჩემი das Zimmer ოთახი აქვს დასარტიკლი და ამიტომ არის mein Zimmer ჩემი ოთახი. Der Monat თვე im Monat თვეში. შემდეგი დიალოგი ორ პიროვნებას შორის, რომელთაგან ერთი ქირავს ბინას, ხოლო მეორე ოთახს. Hallo Anna, wie ist die neue Wohnung? გამარჯობა ანა, როგორია ახალი ბინა? Die Wohnung, ბინა, neu, ახალი. Die neue Wohnung, ახალი ბინა. Nicht so schön, არც ისე კარგი. Schön, კარგი. Nicht so schön, არც ისე კარგი. Sie ist groß, aber sehr dunkel. ის არის დიდი, მაგრამ ძალიან ბნელი. Sie, პირის ნაცვალსახელი ის. გამოვიყენეთ ბინის ნაცვლად, რათა არ ყოფილიყო ტავტოლოგია და ისევ არ გვეთქვა die Wohnung, ბინა. აქვს die არტიკლი, die Wohnung, ბინა. ამიტომაც არის პირის ნაცვალსახელი sie, ის. Groß, დიდი. Dunkel, ბნელი. Sehr dunkel, ძალიან ბნელი. Und die Küche, და სამზარეულო, die Küche, სამზარეულო. Sie ist klein und auch dunkel. ის არის პატარა და ასევე ბნელი. Sie, პირის ნაცვალსახელი ის. გამოვიყენეთ ამ შემთხვევაში სამზარეულოს ნაცვლად, რათა ისევ სამზარეულო არ გვეთქვა die Küche. აქვს die არტიკლი და სწორედ ამიტომ არის პირის ნაცვალსახელი sie. Klein, პატარა. Auch, ასევე. Auch dunkel, ასევე ბნელი. Ist dort auch ein Flur? არის იქ აგრეთვე დერეფანი. Dort, იქ. Der Flur, დერეფანი. Ja, დიახ. Er ist sehr schmal. ის ძალიან ვიწროა. Er, პირის ნაცვალსახელი ის. გამოვიყენეთ დერეფნის ნაცვლად, რათა არ ყოფილიყო ტავტოლოგია და ისევ დერეფანი der Flur არ გვეთქვა. აქვს der არტიკლი და სწორედ ამიტომ არის პირის ნაცვალსახელი er, ის. Schmal, ვიწრო. Sehr schmal, ძალიან ვიწრო. Und wie ist dein Zimmer in Berlin? და როგორია შენი ოთახი ბერლინში? Es ist klein, aber sehr hell. ის არის პატარა, მაგრამ ძალიან ნათელი. ეს პირის ნაცვალსახელი ის, რომელიც გამოვიყენეთ ოთახის ნაცვლად. ტავტოლოგიისთვის თავის ასარიდებლად. Hell, ნათელი. Sehr hell, ძალიან ნათელი. Der Balkon ist schön. აივანი არის მშვენიერი. Er ist sehr groß. ის ძალიან დიდია. Er, პირის ნაცვალსახელი ის, გამოვიყენეთ აივნის ნაცვლად, რათა ისევ აივანი არ გვეთქვა der Balkon. აქვს die არტიკლი და სწორედ ამიტომ არის პირის ნაცვალსახელი er, ის. Groß, დიდი. Sehr groß, ძალიან დიდი. Er ist sehr groß. ის ძალიან დიდია. Was? რა? Ein Zimmer mit Balkon? ოთახი აივნით? Super, შესანიშნავია. Der Balkon, აივანი, mit Balkon, აივნით. Super, შესანიშნავი. Ein Zimmer, ოთახი აქვს განუსაზღვრელი არტიკლი, რადგან კონკრეტულად მის ოთახს რომ აქვს აივანი კი არ გაუკვირდა, არამედ როდესაც ზოგადად სახლში სხვადასხვა პიროვნებები ქირავენ ოთახებს, როგორც წესი არის საერთოდ მისაღები და ეს მისაღები გადის აივანზე, ისე რომ ყველას ოთახი საკუთარ აივანზე გადიოდეს, იშვიათად არის ასეთი რამ და ზოგადად გაუკვირდა რომ ოთახს აქვს აივანი, ამიტომაც აქვს განუსაზღვრელი არტიკლი. Ein Zimmer. Die Küche ist aber nicht so schön. მაგრამ სამზარეულო არც ისე კარგია. Nicht so schön, არც ისე კარგი. Sie ist klein und hässlich. ის არის პატარა და საშინელი. Hässlich, საშინელი, უშნო. Sie, პირის ნაცვალსახელი ის, გამოვიყენეთ სამზარეულოს ნაცვლად, რათა ისევ სამზარეულო არ გვეთქვა die Küche და ტავტოლოგია არ ყოფილიყო. Das Haus ist alt. სახლი არის ძველი. Das Haus, კერძო სახლი. Alt, ძველი. Die Küche ist neu. სამზარეულო არის ახალი. Neu, ახალი. Der Flur ist schmal. დერეფანი არის ვიწრო. Die Straße ist breit. ქუჩა არის ფართო. Die Straße, ქუჩა. Breit, ფართო. Keine არის უარყოფითი არტიკლი, რაც წინა გაკვეთილებშიც ვთქვით. მაგრამ როდის გამოიყენება?
გამოიყენება უარყოფით წინადადებაში არსებითი სახელის უარყოფისას და წინადადების წყობაში არის არსებითი სახელის წინ. Das ist kein Apfel. ეს არ არის ვაშლი. Der Apfel, ვაშლი, არსებითი სახელი. აქვს der არტიკლი და სწორედ ამიტომ არის kein Apfel. Das ist kein Apfel. ეს არ არის ვაშლი. Das ist eine Tomate. ეს არის პამიდორი. Die Tomate, პამიდორი. Ich habe keine Kinder. მე არ მყავს ბავშვები. Habe, ზმნა ქონა ყოლა, habenis ფორმა. Die Kinder, ბავშვები. არის die, მრავლობითის ფორმა. და სწორედ ამიტომ არის keine Kinder. Ich habe keine Kinder. მე არ მყავს ბავშვები. Die Wohnung ist nicht teuer. ბინა არ არის ძვირი. Teuer, ძვირი, არის ზედსართავის სახელი და რადგან ზედსართავის სახელის უარყოფისთვის გამოიყენება უარყოფითი ნაწილაკი nicht, ამიტომ არის nicht teuer. Die Wohnung ist nicht teuer. ბინა არ არის ძვირი. Anna ist nicht verheiratet. Anna არ არის დაოჯახებული. Verheiratet, დაოჯახებული, არის ზედსართავის სახელი და სწორედ ამიტომ არის უარყოფითი ნაწილაკი nicht. Anna ist nicht verheiratet. Anna არ არის დაოჯახებული. და როგორც უკვე ვთქვით, უარყოფითი ნაწილაკი უნდა იყოს ზედსართავის სახელის წინ, nicht verheiratet. Ich habe kein Arbeitszimmer. მე არ მაქვს სამუშაო ოთახი, კაბინეტი. Das Arbeitszimmer, სამუშაო ოთახი, კაბინეტი არის არსებითი სახელი და როგორც უკვე ვთქვით, არსებითი სახელის უარყოფისთვის გამოიყენება უარყოფითი არტიკლი. და რადგან სამუშაო ოთახს აქვს das არტიკლი, das Arbeitszimmer, სწორედ ამიტომ არის kein Arbeitszimmer. Ich habe kein Arbeitszimmer. მე არ მაქვს სამუშაო ოთახი. შემდეგი დიალოგი ორ პიროვნებას შორის. Also, Sie sind Pedro Boni. მოკლედ, თქვენ ხართ Pedro Boni. Also, მოკლედ. Sie დიდი ასოთი წერია, ან თქვენობით მიმართავს. Und Sie kommen aus Italien. და თქვენ ხართ იტალიიდან. Sie sind 37. თქვენ ხართ 37-ის. იგულისხმება 37 წლის, ანუ შეიძლება და ეთქვა Sie sind 37 Jahre alt, თქვენ ხართ 37 წლის, ან უბრალოდ შეიძლება იყოს Sie sind 37, თქვენ ხართ 37-ის. Ihre Frau heißt Anna. თქვენს მეუღლეს ჰქვია Anna. Sie haben ein Haus. თქვენ გაქვთ სახლი. Und wohnen in Berlin. და ცხოვრობთ ბერლინში. Sie sprechen English. თქვენ საუბრობთ ინგლისურად. Und Sie lernen Deutsch. და თქვენ სწავლობთ გერმანულს. Lernen, ზმნა სწავლა. Nein, არა. Das ist nicht richtig. ეს არ არის სწორი. Richtig, სწორი. არის ზედსართავის სახელი და სწორედ ამიტომ მისი უარყოფისთვის არის უარყოფითი ნაწილაკი nicht. Nicht richtig. Das ist nicht richtig. ეს არ არის სწორი. Ich bin nicht Pedro Boni. მე არ ვარ Pedro Boni. მსგავს შემთხვევაშიც ვიყენებთ უარყოფით ნაწილაკს nicht, როდესაც კონკრეტულ პიროვნებაზე ვამბობთ, რომ ეს არ არის ესა და ეს და ვამბობთ სახელს და გვარს. Ich bin nicht Pedro Boni. მე არ ვარ Pedro Boni. Und ich komme nicht aus Italien. და მე არ ვარ იტალიიდან. როდესაც არის ზმნის უარყოფა, მაშინაც გამოიყენება უარყოფითი ნაწილაკი nicht. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში გვაქვს ზმნა kommen. Ich komme aus Italien. მე ვარ იტალიიდან. Ich komme nicht aus Italien. მე არ ვარ იტალიიდან. არის ზმნის უარყოფა, რის გამოც არის უარყოფითი ნაწილაკი nicht. მსგავს შემთხვევაში წინადადების წყობაში უარყოფითი ნაწილაკი nicht არის ზმნის შემდეგ. Ich bin nicht 37. მე არ ვარ 37-ის. ამ შემთხვევაშიც არის ზმნის უარყოფა. Ich bin 37. მე ვარ 37-ის. Ich bin nicht 37. მე არ ვარ 37-ის. Bin, ზმნა ყოფნა ზაინის ფორმა. Meine Frau heißt nicht Anna. ჩემს მეუღლეს არ ჰქვია ანა. ამ შემთხვევაშიც გვაქვს ზმნის უარყოფა. Heißt, ზმნა რქმევა heißen-ის ფორმა. Meine Frau heißt Anna. ჩემს მეუღლეს ჰქვია ანა. Meine Frau heißt nicht Anna. ჩემს მეუღლეს არ ჰქვია ანა. Ich habe kein Haus. მე არ მაქვს სახლი.
ამ შემთხვევაში გვაქვს არსებითი სახელის უარყოფა. Das Haus არსებითი სახელია. ამიტომ არის უარყოფითი არტიკლი kein, რადგან სახლს აქვს das არტიკლი. Das Haus, kein Haus. Ich habe kein Haus. მე არ მაქვს სახლი. Und wohne nicht in Berlin და არ ვცხოვრობ ბერლინში. ხოლო ამ შემთხვევაში გვაქვს სმნის უარყოფა. რის გამოც გვაქვს უარყოფითი ნაწილაკი nicht. Wohne, სმნა, ცხოვრება, wohnen-ის ფორმა. Ich wohne in Berlin, მე ვცხოვრობ ბერლინში. Ich wohne nicht in Berlin, მე არ ვცხოვრობ ბერლინში. Ich spreche kein English, მე არ ვსაუბრობ ინგლისურად. Das English, ინგლისური, აქვს das არტიკლი და ამიტომაც არის უარყოფითი არტიკლი kein English. Ich spreche kein English, მე არ ვსაუბრობ ინგლისურად. Ich spreche schon gut Deutsch, მე უკვე კარგად ვსაუბრობ გერმანულად. Schon, როცა უმლაუტის გარეშეა, ნიშნავს უკვე. Gut, კარგი, das Deutsch, გერმანული. შემდეგი დიალოგი. Was kostet die Wohnung? რა ღირს ბინა? Sie kostet 545 Euro. ის ღირს 545 ევრო. Sie, პირის ნაცვალსახელი ის, გამოვიყენეთ ბინის ნაცვლად. Die Wohnung, ბინა, აქვს die არტიკლი და სწორედ ამიტომ არის პირის ნაცვალსახელი sie. ის გამოვიყენეთ იმიტომ, რომ არ ყოფილიყო ტავტოლოგია და ისევ არ გვეთქვა სიტყვა ბინა. Die Küche ist schön. სამზარეულო არის მშვენიერი, კარგი. Ja, დიახ. Sie ist sehr hell. ის ძალიან ნათელია. Hell, ნათელი. Sehr hell, ძალიან ნათელი. Sie, პირის ნაცვალსახელი ის, გამოვიყენეთ სამზარეულოს ნაცვლად. Die Küche, სამზარეულო, აქვს die არტიკლი და სწორედ ამიტომ არის sie, პირის ნაცვალსახელი ის. Wo ist der Balkon? სად არის აივანი? Hier, აქ. ist klein, aber sehr schön. ის არის პატარა, მაგრამ ძალიან კარგი. Schön, კარგი, sehr schön, ძალიან კარგი. Er, პირის ნაცვალსახელი ის, გამოვიყენეთ აივნის ნაცვლად. Der Balkon, აივანი, აქვს der არტიკლი და სწორედ ამიტომ არის პირის ნაცვალსახელი er, ის. Und das Bad, და აბანო? Wo ist das Bad? სად არის აბანო? Dort, იქ. Es ist groß, aber sehr dunkel. ის არის დიდი, მაგრამ ძალიან ბნელი. Dunkel, ბნელი, sehr dunkel, ძალიან ბნელი. ეს, პირის ნაცვალსახელი ის, გამოვიყენეთ აბანოს ნაცვლად. Das Bad, აბანო, აქვს das არტიკლი და სწორედ ამიტომ არის პირის ნაცვალსახელი es, ის. Und hier ist das Wohnzimmer. და აქ არის მისაღები ოთახი. Schön, მშვენიერია. Es ist sehr groß. ის ძალიან დიდია. Groß, დიდი, sehr groß, ძალიან დიდი. ეს, პირის ნაცვალსახელი ის, გამოვიყენეთ მისაღები ოთახის ნაცვლად. Das Wohnzimmer, მისაღები ოთახი. აქვს das არტიკლი და სწორედ ამიტომ არის პირის ნაცვალსახელი es, ის. Das Zimmer ist sehr teuer. ოთახი არის ძალიან ძვირი. Teuer, ძვირი. Sehr teuer, ძალიან ძვირი. Es kostet 539 Euro. ის ღირს 529 ევრო. ეს, პირის ნაცვალსახელი ის. გამოვიყენეთ ოთახის ნაცვლად. Das Zimmer, ოთახი, აქვს das არტიკლი და სწორედ ამიტომ არის პირის ნაცვალსახელი es, ის. Die Wohnung ist nicht teuer. ბინა არ არის ძვირი. Teuer, ძვირი. ზეცართავის სახელია და სწორედ ამიტომ არის უარყოფითი ნაწილაკი nicht. Die Wohnung ist nicht teuer. ბინა არ არის ძვირი. Sie kostet 615 Euro. ის ღირს 615 ევრო. Sie, პირის ნაცვალსახელი ის. გამოვიყენეთ ბინის ნაცვლად. Die Wohnung, ბინა, აქვს die არტიკლი და სწორედ ამიტომ არის პირის ნაცვალსახელი sie, ის. Der Balkon ist schön. აივანი არის კარგი, მშვენიერი. Er ist sehr groß. ის ძალიან დიდია. Groß, დიდი, sehr groß, ძალიან დიდი. Er, პირის ნაცვალსახელი ის. გამოვიყენეთ აივნის ნაცვლად. Der Balkon, აივანი, აქვს die არტიკლი და სწორედ ამიტომ არის პირის ნაცვალსახელი er, ის.
Das Wohnzimmer ist toll. მისაღები ოთახი არის ბრწყინვალე. Toll, ბრწყინვალე, შესანიშნავი. Es ist sehr hell. ის არის ძალიან ნათელი. Es, პირის ნაცვალსახელი ის, გამოვიყენეთ მისაღები ოთახის ნაცვლად. Das Wohnzimmer, მისაღები ოთახი, აქვს das არტიკლი და სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ პირის ნაცვალსახელი es, ის. შემდეგი დიალოგი. Wie ist das Zimmer in Berlin? როგორია ოთახი ბერლინში? Gut, კარგი. Es ist billig. ის არის იაფი. Billig, იაფი. Es, პირის ნაცვალსახელი ის, გამოვიყენეთ ოთახის ნაცვლად. Das Zimmer, ოთახი, აქვს das არტიკლი და სწორედ ამიტომ არის პირის ნაცვალსახელი es, ის. Und der Balkon ist toll. და აივანი არის ბრწყინვალე. Toll, ბრწყინვალე, შესანიშნავი. Er ist sonnig. ის არის მზიანი. Sonnig, მზიანი. Er, პირის ნაცვალსახელი ის, გამოვიყენეთ აივნის ნაცვლად. Der Balkon, აივანი, აქვს der არტიკლი და სწორედ ამიტომ არის პირის ნაცვალსახელი er, ის. Und die Stadt და ქალაქი. Die Stadt, ქალაქი. Wie ist die Stadt? როგორია ქალაქი? Sie ist sehr schön. ის ძალიან კარგია. Sie, პირის ნაცვალსახელი ის, გამოვიყენეთ ქალაქის ნაცვლად. Die Stadt, ქალაქი, აქვს die არტიკლი და სწორედ ამიტომ არის პირის ნაცვალსახელი sie, ის. Der Park ist auch super. პარკი არის ასევე შესანიშნავი. Super, შესანიშნავი. Der Park, პარკი. სავარაუდოდ ბინის ახლოს არის პარკი, რომელიც ძალიან კარგია და იმ პარკზეა საუბარი. Er ist sehr groß. ის არის ძალიან დიდი. Er, პირის ნაცვალსახელი ის, გამოვიყენეთ პარკის ნაცვლად. Der Park, პარკი, აქვს der არტიკლი და სწორედ ამიტომ არის პირის ნაცვალსახელი er, ის. Und wie ist der Deutschkurs? და როგორია გერმანულის კურსი? Der Deutschkurs, გერმანულის კურსი, ანუ როდესაც გერმანულს სწავლობენ როგორც უცხო ენას. Er ist gut. ის კარგია. Gut, კარგი. Er, პირის ნაცვალსახელი ის, გამოვიყენეთ გერმანულის კურსის ნაცვლად. Der Deutschkurs, გერმანულის კურსი, აქვს der არტიკლი და სწორედ ამიტომ არის პირის ნაცვალსახელი er, ის. Ist die Lehrerin auch gut? მასწავლებელიც ასევე კარგია? Die Lehrerin, მასწავლებელი. Ja, კი, sie ist super. ის შესანიშნავია. Super, შესანიშნავი. Sie, პირის ნაცვალსახელი ის, გამოვიყენეთ მასწავლებლის ნაცვლად. Die Lehrerin, მასწავლებელი ქალი, აქვს die არტიკლი და სწორედ ამიტომ არის პირის ნაცვალსახელი sie. ვართა სიტყვები. Sonnig, მზიანი. Neu, ახალი. Alt, ძველი, ხნიერი. Billig, იაფი. Teuer, ძვირი. Groß, დიდი. Klein, პატარა. Breit, ფართო. Schmal, ვიწრო. Schön, მშვენიერი, კარგი. Hässlich, მახინჯი, საშინელი, შეუხედავი. Hell, ნათელი, დუნქელ, ბნელი, მუქი.